Hi, მეგობრებო. დღეს მინდა თემატურად გესაუბროთ პირველი კლასის მშობლებს და დაწყებითი კლასელების მშობლებს. განსაკუთრებით 10 რჩევა მაქვს, როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მეცადინეობას. პირველი რაც არის და ჩემი საყვარელი არის რუტინა. როცა ბავშვს აქვს რუტინა რაიმესთან დაკავშირებით, ამ დროს უფრო მშვიდად გრძნობს თავს, იცის რა დროს რა გააკეთოს, ემოციურად სტაბილურად არის და რა თქმა უნდა მშობელიც ამ დროს არის მშვიდად. და ელისთან დაკავშირებითაც რაც მეხმარება, ტემუდან გამოვწერე, რუტინა არის ჩამოწერილი, შეგიძლიათ თქვენებურად გადააკეთოთ, მაგალითად დილით გაღვიძება, პირადი ჰიგიენა, შემდეგ ჭამა, შემდეგ გასეირნება, მეცადინეობა და ასე შემდეგ თქვენთან ჩამოვწეროთ, ან გამზადებული რაიმე შაბლონი მოიძიოთ, ამობეჭდოთ და ის გაუგრათ. 1000 რილსი შეგხვდებათ მსგავსი რომ ნახოთ და გადმოიტანოთ თქვენს რეალობას მოარგოთ. როგორც გითხარით, მშვიდად არის ბავშვი უფრო. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გქონდეთ ზუსტად ერთი და იგივე დრო დაგეგმილი მეცადინეობა. ერთი და იგივე დროს, რადგან არის დაგეგმილი, ბავშვმა უკვე იცის, რომ ამ დროს უნდა იმეცადინოს, მივა, დაჯდება და ჯერ რა თქმა უნდა მშობელთან ერთად, შემდეგ კი მარტოც მოახერხებს ამ ყველაფერს. მეორე არის სწავლების პროცესი დაყავი ნაბიჯებად. პირველ კლასში განსაკუთრებით ბავშვები ძალიან იღლებიან, როცა ცოტა ხანგრძლივად უწევთ ჯდომა, იმიტომ რომ მანამდე სულ თამაშს არიან მიჩვეულები. ამიტომაც დავყოთ ნაბიჯებად, აი მაგალითად სულ სხვა მაგალითს მოვიყვან, მაგრამ მაინც გამოდგება ფიქრობ, კბილების გახეხვისას ელის აქვს ძალიან პაწეწონა ქვიშის საათი და ვეუბნები რომ ეს რო ჩამოიცლება, ესე იგი ერთი მხარე მორჩა, მე გადმოატრიალებს, მეორე მხარეს იხეხავს, მე და ესე 4-ხად გვაქვს დაყოფილი პირის გრუ და ესე იხეხავს. ხო და ესეთი ქვიშის საათი 1 წუთიანი ძალიან პატარაა, მაგრამ სადღაც 10 წუთიანი, 5 წუთიანი შეიძლება გამოდგეს. რა აი ეს რო ჩამოიცლება მათემატიკას მოვრჩებით, ეს რო ჩამოიცლება ქართულს მოვრჩებით, შეგვიძლია ის 5 წუთი გავიაროთ, პატარა შესვენება მოვაწყოთ. ტაიმერიც გამოდგება ასევე, შეგვიძლია ტელეფონში მოვნიშნოთ ტაიმერი ან რაღაც ტაიმერები იყიდება პატარები და ჩავრთოთ 10 წუთზე და დაიწყარუნებს როგორც სკოლის ზარი და ესე იგი მათემატიკის მეცადინეობა მორჩა. მესამე არის მოარგეთ სასწავლო გარემო ბავშვს. თუ თავისი ოთახი არ აქვს და თავისი ოთახში მაგიდა არ აქვს, აი როგორც ელის ჩემშვილს ხლა ჯერჯერობით არ აქვს მაგიდა ოთახში, მეცადინეობს მისაღებში. რანაირი ამაღიზიანებელი უნდა მოვაცილოთ, მაგალითად არ ჩავრთოთ ამ დროს ტელევიზორი, არ იდოს ახლოს მობილური, პლანშეტი, ნოუთბუქი და ასე შემდეგ. რომ ყურადღება არ გაეფანტოს. ასევე ზოგ ბავშვს ეფანტება ყურადღება არა მარტო მსგავს გაჯეტებზე, არამედ სათამაშოებზეც და ამ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სათამაშოები ალაგებული იყოს. და მოვაცილოთ მის მხედველობის არეს. რაღაცნაირად ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომ სწავლისთვის მობილიზდეს. ხო, დაველაგოთ წიგნები, რვეულები, პენალი და ვეუბნებით, რომ ამ დროს აი ეხლა უნდა იმეცადინოს აი აქ. ზუსტად ეს არის ამეცადინო ადგილი. თუ თავის ოთახში აქვს კიდევ მაგიდა, ხო, იდეალური, იცის რა დროს უნდა მივიდეს, მშობელთან ერთად თუ მარტო, მივა და ზუსტად იქ იმეცადინებს. შემდეგი არის შეიტანე თამაშის ელემენტები. მე ხშირად ვიყენებ ხოლმე მსგავს წამოხალისებელს. მაგალითად, თავიდან როცა ელი ასოებს სწავლობდა, ჯერ პირველ კლასში რაღაცნაირად თვითონ გავუშვდა სურვილი, რომ ესწავლა ასოები. და ესე დავწერე თითო ასო სტიკერებზე და გავუკარი აი მაგალითად A-ზე რაც იწყება, B-ზე რაც იწყება და ასე შემდეგ. და უფრო იმახსოვრებდა. ამის მერე დავიწყე სიტყვების წერა, ძალიან მოკლა სიტყვების წერა და მივუკარი იმ საგნებზე უშუალოდ და ესე კითხულობდა ხოლმე, როცა შეხვდებოდა, ვაი, რაღაცა შემხვდა და წაიკითხავდა იმ აღწერილობას, რაც იყო მაგალითად ბანანი და ასე შემდეგ. მათემატიკაში ძალიან გამოსადეგი არის, შეგიძლიათ უბრალოდ ვაშლები დაუდოთ, ან რაც უყვარს, თუნდაც განფეტები და შეიძლება ანგარიში სწავლება. არ უნდა წაუდგდეს ხელი ოღონდ საჭმელზე. მეხუთე არის თანასწორი პარტნიორი. ან რაღაც ძალიან უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ მშობლები ვართ, მაგრამ მასწავლებლის როლში არ შევიდეთ და უნდა ვიყოთ მის დონეზე. ასევე ძალიან რთულია ხოლმე ამის გაკონტროლება. მე პირადად ძალიან მიჭირს, რომ არ დავცინო რაღაცას, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთ წვრილმანზე შეიძლება გაღიზიანდეს, ან ცრემლები წამოყაროს, რომ აი თუდოდ ხვდები ხოლმე, უკვე ისე ვიკავებ სიცილს. მის დონემდე უნდა დავიდეთ და ვუთხრათ აუცილებლად, რომ ესე მისი ემოციები კარგად გვესმის. ანუ მასავით უნდა დავპატარავდეთ.
ასევე შევთავაზოთ, მოდი ერთად წავიკითხოთ, ელის ზოგჯერ ეზარება ხოლმე წაკითხვა და ვეუბნები, რომ მოდი სათაური შენ წაიკითხე დიდი ასოებით რაც არის და დანარჩენს მე და ის წაიკითხავს, მე ჩემი წილი უნდა წავიკითხო, სხვა გზა არ არის და შემდეგ ისიც მოვა, რომ თვითონ წაიკითხავენ უკვე. მეექვსე არის დააფასე შრომა და არა შედეგი. ამასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ პოდკასტებში. მაგალითად, მათემატიკის ამოცანა არის ძალიან რთული, მისთვის, მისი ასაკისთვის ძალიან რთული, მაგრამ დიდი მოთმინებით ცდილობს, რომ დააწეროთ მიმატება, გამოკლება, ანგარიშობს თითებს, ანგარიშობს ჭხირებით. უთხრათ, რომ როგორი რთულია და როგორ ცდილობ, რომ ხელა მოთმინებას იჩენ. აუცილებლად აღნიშნოთ მისი ეს დიდი მოთმინება და ეს დიდი შრომა. დიდია, იმიტომ რომ ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლას და მისათნიეობას მიჩვეულები არ არიან, ეს წვრილმანი, ჩვენთვის წვრილმანი, მათთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. შრომის სიყვარულს უჩენს და პასუხისმგებლობას. მე-7 არის გამოიყენეთ პატარა ჯილდოები. მაგალითად დავალების დასრულების შემდეგ როგორც სკოლაში იყენებენ სტიკერებით შეგვიძლია დავაჯილდოვოთ, შეგვიძლია თვითონ რაც მოსწონს, იმით დავაჯილდოვოთ, თუნდაც გასეირნება სკვერში, გასეირნება საბავშვო მოედანზე, ეს შეიძლება იყოს საკვებიც ასევე. შესაძლოა გაჯეტებითაც აიღებ ხელში ტელეფონს და ითამაშებ შენ სასურველ თამაშს, ან უყურებ შენ სასურველ 15 წუთიან მულტფილმს. მერვე იყავით ან მიმდევრული, მაგრამ 7. ძალიან გვჭირდება ეს ყველაფერი მშობლებს, როგორც უკვე ვახსენეთ, ერთი და იგივე დროს რო დავსვათ ბავშვი, სამეცადინო ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს რუტინა დავიცვათ ყოველდღე, რა თქმა უნდა, შესაძლოა იყოს ჩაგდებები, თუნდაც რაიმე დღესასწაული ვიღაცის დაბადების დღეა და დღეს რაღაცა ჩაგვივარდა, მაგრამ ეს უნდა აუხსნათ, რომ დღეს ვერ მეცადინეობთ, რადგანაც ესა და ეს ხდება, მაგრამ ხვალიდან აუცილებლად შევუდგებით იგივე მეცადინეობას. იმიტომ რომ ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ რადგან დღეს არ ვიმეცადინე, შესაძლოა რომ ხვალაც რაღაცნაირად აღარ ვიმეცადინო, ესე იგი, ეს ყველაფერი მიღებული ყოფილა ჩვენთან. რუტინა ჩვენთვის იმიტომ არის საჭირო, რომ რაღაცა ქცევას ვამყარებთ, რაღაცა ქცევას ვაყალიბებთ ბავშვში. ამ შემთხვევაში მეცადინეობის ქცევას. თუ მოგეწონებათ მსგავსი ტიპის რჩევები, დაგვილაიქეთ, გამოგვიწერეთ და მოგწერეთ რა თემას შევეხოთ კიდევ და აუცილებლად შევეხებით. ახლა კი ჩაო.